კარმა მიუთითებს იმაზე, თუ რით იბადება ადამიანი. კარმა ეს ქმედება, ყველა ქმედება კი შედეგს ბადებს. ანუ არსებობს მიზეზი და არსებობს შედეგი. კარმის კანონი სხვადასხვა რელიგიურ მოძრაობებშიც არის გადმოცემული სხვადასხვა ფორმულირებით. ქრისტიანობის შემთხვევაში, მაგალითად, მოსეს ნათქვამი თვალი-თვალისწინ, კბილი-კბილისწინ. კარმულ ასტროლოგიას ოკულტურის საფუძველიც აქვს. აღმოსავლეთში თვლიან, რომ ყოველი ქმედება ბადებს კარმას. აზრები შეიძლება არ განხორციელდეს, მაგრამ ნეგატიური განზრახვები თავად ადამიანს, მის გულს, ვნებს. აზრების და ქმედებების შედეგები კარმული თვალსაზრისით ერთმანეთისგან განსხვავდება. ადამიანი ერთხელ არ იბადება, მისი სული ასეულობით ცხოვრების განმავლობაში განიცდის ევოლუციას. ხსნიან აღმოსავლეთში. კარმის ბრუნვა კი ასე იხსნება. სული ღმერთისგან ისახება, სხეული კი მიწისგან. შუაში ერთმანეთს ხვდებიან. ამ დროს ერთდროულად ორი პროცესი მიდის: ინვოლუცია და ევოლუცია. ჩნდება ადამიანი, სულს პლუს სამშვინველი. დაბადებისას სული იწყებს ასტრალური, ეთერული გარსების შენებას. ინკარნაციის პროცესი თანდათანობით მიდის 3 თვიდან ჩასახვამდე და დაბადებიდან 6 წლამდე. როდის დამთავრდა ინკარნაცია, როცა ადამიანი აღიქვამს სხვების კრიტიკას და თავად შეუძლია სიტუაციის ანალიზი. ეს ნიშნავს, რომ გაჩნდა თავისუფალი ნება. ამ მომენტამდე ბავშვს არ ესმის, რა არის კარგი და რა არის ცუდი. შესაძლოა ეს შემდგომაც არ ესმოდეს, თუკი თავისუფალი ნების, გონების სფერო სუსტია. სადაც არის განძი თქვენი, იქვე არის გული თქვენი. არსებობს განძი ყველასთვის, სხეული, ემოციები, გრძნობები, გონება, უკვდავი სული. ადამიანი ამის მიხედვით ცხოვრობს და ქმნის თავის მეს. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.